საშუალება მაქვს დავაანონსო ესეთი საინტერესო ღონისძიება, რომელსაც მთელი 7 დღე მიეძღვნება და ეს გულისხმობს იმას, რომ იქნება პრეცედენტი მთელი საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტებმა, დამსაქმებლებმა, კლინიკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და ასევე სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ითანამშრომლონ ერთად იმისთვის, რომ ამ დარგში გაუმჯობესდეს დასაქმების შესაძლებლობები. და მართლაც რას გულისხმობს ეს? ყველას მოლოდინი არის ერთი, რომ როდესაც კურსდამთავრებული გადის შრომით ბაზარზე, ის უნდა იყოს მაღალ მოთხოვნადი, პროფესიონალი და ამას ელის როგორც სტუდენტი, ამას ელის ასევე დამსაქმებელი და რა თქმა უნდა უნივერსიტეტი, ეს მისთვის დიდი გამარჯვებაა. და ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ძირითადად საჭირო უნარებით აღჭურვას, ცოდნის მიცემას და ზოგჯერ გამოგვრჩება ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ქვია კურსდამთავრებულისთვის მიცემა იმის საშუალების და უნარების, რომ მათ ადვილად მიუწვდებოდათ არსებულ ვაკანსიებზე ხელი და ის ცოდნა, რომელიც გააჩნიათ და რომელიც მიიღეს, გააზიარონ სწორი მიმართულებით, ადეკვატურად შესაბამის დამსაქმებელთან. სწორედ აი ამ შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს დასაქმების ფორუმი, დასაქმების კვირეული, რომელიც ერთი მხრივ არის აღჭურვილი იმ ღონისძიებებით, რომ მიუცეთ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს ის უნარები, რომელიც შეიძლება ჩვენმა ადგილობრივმა ექსპერტებმა და ასევე საერთაშორისო ძალიან ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით შედგეს და მათ მიიღონ უნარები და ცოდნა კვლევებში, სამედიცინო დარგის კვლევებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კვლევების განხორციელებაში და ასევე როგორ დაწერონ რეზიუმე, როგორ გამოაჩინონ, აღმოაჩინონ თავი წარმატებით და თავისი პროფესიული შესაძლებლობები, წარმატებული ინტერვიუერების საშუალებით და ასევე როგორ მოახდინონ ამისი პრაქტიკული გამოვლინება უშუალოდ დამსაქმებლებთან კომუნიკაციით, რომელსაც მიეძღვნება ბოლო დღე უშუალოდ დასაქმების ფორუმი. ვის შეუძლია კვირაულში მონაწილეობის მიღება? როგორ აქვთ დაუშვათ პოტენციურ დასაქმებულებს ან დაინტერესებულ სტუდენტებს ამ კვირაულში ჩართვის შესაძლებლობა? თავისუფალია დასწრება, რეგისტრაცია და ის ტექნიკური დეტალებიც რო განმარტოთ თუ შეიძლება? მადლობა. ტექნიკური დეტალები არის ძალიან მარტივი. უნდა გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბმული არის გამოქვეყნებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ასევე ამ პროექტისთვის, პროექტის ფარგლებში შექმნილი LinkedIn-ის საიტზე, სპეციალურ გვერდზე, რომელსაც ქვია Health Bridge Hub-ი და რომელიც რეგისტრაციის შესაძლებლობებთან ერთად გვთავაზობს ძალიან საინტერესო აქტივობებს და შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ განივითაროს თავისი უნარები დასაქმების მიმართულებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა ძალიან საინტერესო კონფერენციაში, სადაც სტუდენტები, დასაქმებლები და უნივერსიტეტები გააზიარებენ დასაქმების აუცილებლობებს და ყველაზე აქტუალური უნარების შესახებ ინფორმაციას და ასევე შეუძლიათ მიიღონ პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოს ის, რომ ჩვენ ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებად ვიწვევთ ადამიანური რესურსების განყოფილებების ხელმძღვანელებს თვითონ დამსაქმებელი კომპანიებიდან, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი მხრივ მათაც მიიღონ გარკვეული ცოდნა და უნარები საერთაშორისო ექსპერტებისგან და შემდგომში ასევე გაუზიარონ დასაქმების მაძიებლებს თავიანთი გამოცდილება. ეკა როგორ რა გამოწვევების საპასუხოდ გაჩნდა ზოგადად კვირაულის იდეა და რამდენად დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დაუშვათ ის პოტენციური დამსაქმებლები, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ახსენეთ აი ამ კვირაულის ორგანიზებაში? ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ თავდაპირველად ეს იდეა იდო იმ საერთაშორისო პროექტში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ეს ღონისძიება, ეს არის მსოფლიო ბანკის და კონკურენტული ინოვაციის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანი იყო ზუსტად ხელშეწყობა იმის, რომ პროგრამები, საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ამდენი დრო იხარჯება ამის შესწავლაში, იყოს მორგებული რეალურად ბაზრის საჭიროებებს.
და ერთ-ერთი ღონისძიება, რომთაც ეს პროექტი დავიწყეთ, ეს იყო კვლევის ჩატარება. რა უნდათ სტუდენტებს, რა უნარები აინტერესებდა, რა უნდათ დამსაქმებლებს. სწორედ აი ამ მოკვლევის შემდეგ ჩვენ შევქმნით საინტერესო ტრენინგ კურსები, რომლებიც შედარებით მოკლე ვადაში აძლევს საშუალებას ყველა მსურველს, რომ დაეუფლოს ბაზრისთვის საჭირო უნარებს და შემდგომში ამ უნარების გამოვლენისთვის მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ქვია სამუშაოს მოძიება და უკვე დასაქმების საშუალება. ეკა თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო კომპონენტი წინადადება რა უნდათ სტუდენტებს. აი მოკვლევის შედეგად რა გამოვლინდა, რა ფაქტორები არის ის, რაზეც მათ სურთ მუშაობა, რითი გამოსწორებასაც ისინი ისურვებდნენ, დასაქმების სურვილი და უშუალოდ სწავლის პარალელურად რამდენად დიდია, ამის საჭიროება რამდენად მაღალი არის სტუდენტებში. აი ეს ამ თვალსაზრისით რა სურათი გამოვლინდა? სურათი, რომელიც გამოვლინდა, ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ზუსტად ეხმიანება ჩვენი პროექტი, რომ ამ მათ სურვილს ხელი შევუწყოთ, რომ ასრულდეს და მეორე მხრივ დააღნიშნოთ, რომ გარკვეული ნიჰილიზმი არსებობს დღეს ახალგაზრდებში, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ პროფესიული კონტაქტები. მათ აქვთ იმისი შეგრძნება, რომ ჩვენ რაც არ უნდა ვისწავლოთ, ჩვენი ხმა ვერ აღწევს დამსაქმებლამდე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ბევრს სწავლობთ, მაგრამ ვის ირჩევს დამსაქმებელი, რამდენად მიუწვდება დამსაქმებელს იმაზე ხელი, რომ ჩვენ სწორად შეგვაფასოს, ან გვიპოვოს სწორად. ზუსტად ამ საკითხებს შეეხება ჩვენი ერთ-ერთი მასტერკლასი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სტუდენტებს ვასწავლოთ საკუთარი თავის ბრენდირება, როგორ წარმოაჩინონ საკუთარი თავი, როგორ გამოიყენონ ამისთვის თანამედროვე პლატფორმები, ელექტრონული პლატფორმები და ასევე როგორ მოახდინონ თავისი თავის პრეზენტირება. რაც შეიძლება ეფექტურად და ისე რომ ზუსტად აპოვნინოს დამსაქმებელს ის, რასაც ისინი ეძებენ. ეს ყველაფერი დაწყობილი, კარგად ჩაფიქრებული პროცესებია, ძალიან ინტერაქტიული პროცესები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ყველა დარგის დასაქმების მაძიებელს და ველოდებით, რომ ეს მართლაც შედეგიანი იქნება. აი ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ახლა ისაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალი იქნება სტუდენტების ინტერესი? ან თუ არის უკვე სტატისტიკა, რამდენად ბევრი სტუდენტი დარეგისტრირდა ამ კვირაულზე დასასწრებად მონაწილეობის მისაღებად? როგორ აქტივობას ელოდებით? კი, აქტივობა არის საკმაოდ. დღეს მთავრდება რეგისტრაცია და მოვუწოდებ, რომ ყველას, რომ ვისაც ჯერ კიდევ სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულა, 3 საათამდე აქვთ ვადა. და ჩვენი მოლოდინი გაამართლა. იმიტომ რომ მართლაც არის ამისი საჭიროება და დარეგისტრირებული ადამიანების რიცხვმა ესეც გვიჩვენა. ჩვენ კიდევ ერთ რამეს ვითვალისწინებთ, რომ რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში სურვილი შესაძლებლობებს ვერ ემთხვეოდა, იმიტომ რომ დაკავებულები არიან სამსახურებში, სწავლის პროცესში არიან მთელი დღე ჩართული და შეუძლებელია მთელი 7 დღე გამოძებნო იმისთვის, რომ ყველა ეს სიკეთე გამოიყენო. ამიტომ დავუშვით ონლაინ დასწრების შესაძლებლობა ზოგიერთ მასტერკლასზე და ვფიქრობ, რომ ამ შესაძლებლობასაც სათანადო გამოყენება ექნება.